BMG და Tegeta Holding-ი წარმოგიდგენთ BMG Autos. საქართველოში ახალი საავტომობილო ბრენდი Geely Auto შემოვიდა, რომელსაც ქვეყანაში ოფიციალურად Tegeta Cars-ი წარმოადგენს. საწყის ეტაპზე კომპანია ადგილობრივ ბაზარზე კომპაქტური SUV-ით Geely Coolray-ით იქნება წარმოდგენილი, თუმცა უახლოეს მომავალში Geely-ს სხვა მოდელებიც შემოვა. მათ შორისაა Monjaro, Tugela და Geometry C. Geely საქართველოს კომერციული დირექტორის გიორგი შაქარაშვილის განმარტებით ქართულ ბაზარზე Geely-ს გამოჩენა ჩინური წარმოების ავტომობილების მიმართ მოთხოვნის ზრდას უკავშირდება. როგორც ჩანს, მომხმარებლებს მაღალ ტექნოლოგიური და ინოვაციური ავტომობილები შეძენა სურთ, თანაც ხელმისაწვდომ ფასად. მაგალითად, Geely Coolray მაღალი ხარისხის დეტალებით, თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით, კომფორტული ინტერიერით და უნიკალური დიზაინითაა გამორჩეული, თუმცა SUV-ს ფასი $20,000 ფარგლებშია, რაც კონკურენტებთან შედარებით საკმაოდ იაფად შეიძლება ჩაითვალოს. Samsung SDI და ავტომწარმოებელი კომპანია Stellantis $1.2 მილიარდი ინვესტიციით ინდიანაში კოკომოში ელექტროავტომობილების ბატარეების ახალ ქარხანას ააშენებენ. ავტომწარმოებელი კომპანიისთვის ისეთი მოდელები შესაქმნელად, როგორიცაა Ramis და Dodge-ის ელექტროვერსიები. EV ბატარეების ქარხნების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. Stellantis-ის და Samsung SDI-ის ერთობლივი პროექტის Star Plus Energy-ს ფარგლებში აშენებული საწარმო რიგით მეორე იქნება, რომელსაც კომპანიები ერთობლივად ააშენებენ. Stellantis-ის ინფორმაციით, ორი ქარხანა 2008 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. პირველი ობიექტი $2.5 მილიარდი ღირებულების ქარხანა ამ ეტაპზე მშენებლობის პროცესშია. წარმოების დაწყება კი 2025 წლის პირველ კვარტალში გეგმება. მეორე ქარხანა ელექტრობატარეის წარმოება სავარაუდოდ 2027 წლის დასაწყისში დაიწყებს. ჩვენი ბატარეის ეკოსისტემა, ჩვენი ელექტროფიკაციის სტრატეგიის საფუძველია და ჩვენმა დიდმა პარტნიორმა Samsung SDI-მ ინდიანას შტატში და ქალაქ კოკომომ საშუალება მოგცეს, რომ ჩვენი რიგით მე-6 ბატარეის ქარხანა გაგვეთავსებინა, თქვა Stellantis-ის CEO Mark Stewart-მა. სპორტული ავტომობილების მწარმოებელი Ferrari თავისი ძვირადღირებული ავტომობილებისთვის ტრანზაქციებს ამიერიდან კრიპტოვალუტაშიც მიიღებს, ცვლილება თავდაპირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში ამოქმედება და მოგვიანებით ევროპაშიც გავრცელდება. როგორც კომპანიის მარკეტინგის და კომუნიკაციების ხელმძღვანელმა Reuters განუცხადა, კრიპტოში გადარიცხვების მოთხოვნა Ferrari-ს მდიდარ მომხმარებელს ეკუთვნოდა. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ბიტკოინის როგორც გადახდის მეთოდის მიღება ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მაც დაიწყო, თუმცა Elon Musk-მა ეს პროცესი მალევე დაასრულა. Ferrari მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ამერიკის რეგიონში, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებსაც მოიცავს, 1800 ავტომობილი გაყიდა, თუმცა კომპანია არასაჯაროებს, როგორ აისახება გაყიდვების რაოდენობაზე გადახდებში კრიპტოვალუტის ინტეგრირება. Ferrari-ის სპორტული ავტომობილების ფასი €200,000-დან იწყება და €2 მილიონამდე ადის. იტალიურმა კომპანიამ 2022 წელს ჯამში 13,200 ავტომობილი გაყიდა. უპრეცედენტო გაფიცვა გრძელდება United Auto Workers პროფკავშირმა კენტუკის Ford-ის ქარხანაში მუშაობა შეაჩერა. ქარხანა დაახლოებით 8700 ადამიანს ასაქმებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ანალიტიკოსების შეფასებით, Ford-ს აღნიშნული გაფიცვა კვირაში 150 მილიონი დაუჯდება. ავტომწარმოებელი აღნიშნავს, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს თანამშრომლებისთვის და ხელფასების უფრო მეტად ზრდა კომპანიისთვის დამღუპელი იქნება. თავის მხრივ პროფკავშირს მიაჩნია, რომ Ford-ი, General Motors-ი და Stellantis-ი, რომლებმაც მნიშვნელოვნად გაზარდეს ხელფასები აღმასრულებელ თანამდებობებზე, ბოლო 4 წლის განმავლობაში შეუძლიათ, რომ მარტივად გადაწყვიტონ მუშათა ხელფასების ზრდაც, რომელიც 20%-ზე მეტი უნდა იყოს. ისინი ასევე მოითხოვენ შეღავათების გაფართოებას და მოკლე სამუშაო კვირას. პროფკავშირები იმუქრება, რომ გაფიცვაში ჩართავს General Motors-ის ქარხანას არლინგტონში, ტეხასში, სადაც Cadillac Escalade, Chevrolet Suburban და სხვა SUV-ები მზადდება. ინფორმაციისთვის პროფკავშირების გაფიცვა 15 სექტემბერს დაიწყო. პირველ ეტაპზე გაფიცვაში 13,000 მუშა მონაწილეობდა. სექტემბრის ბოლოს უკვე 18,500 გაფიცვული იყო, ახლა კი დაახლოებით 34,000-ია. ჩინეთი თვითმართვადი მფრინავი ტაქსების ეპოქას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა, როგორც ტექნოლოგიური იჰანგი აცხადებს, ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ კომპანიას სრულად ავტონომიურ დრონისთვის, რომელსაც ერთდროულად 2 მგზავრის გადაყვანა შეუძლია, საფრენის სერტიფიკატი მიანიჭა. კომპანია აცხადებს, რომ მსოფლიოში პირველია, ვინც მსგავსი სერტიფიკატი მოიპოვა, რომელიც მათ თვითმავალი საფრენი აპარატებით მგზავრების გადაყვანის საშუალებას მისცემს. მსგავსი დოკუმენტის მოპოვება იჰანგისთვის ევროპისა და ამერიკის ბაზრების ათვისებასაც გაამარტივებს. კომპანია გეგმავს, რომ ოკეანეებს
მიღმა მომავალი წლიდან გავიდეს. როგორც იჰანგის CEO აღნიშნავს, ჩინელი რეგულატორები ჯერ კიდევ მუშაობენ სერტიფიკატის მიღების საერთო პროცესზე. ბაზარზე იჰანგის ფასი მიმდინარე წლის განმავლობაში გაორმაგდა, თუმცა კომპანიამ სავაჭრო პროცესები დროებით შეაჩერა. შეზღუდვის მიზეზი კომპანიის საომავლო გეგმებთანაა დაკავშირებული და მხოლოდ ერთ სამუშაო კვირას გასტანს. იჰანგი დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი ღირს. BMG ავტო დღეს ამით დასრულებულია. BMG და TGT ჰოლდინგი წარმოგიდგენთ BMG ავტოს.